მოგესალმებით ეთერშია STASO TV საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდი X-ზე წერს. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, წერს ევროპარლამენტი. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო გრანტის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ეკონომიკური განვითარება, განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა, სპორტის განვითარება, შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, თავდაცვა და უსაფრთხოება, რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, სოფლის მეურნეობა, იურიდიული და პროფესიული განათლება, შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. თითოეული მიმართულება მოიცავს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის განკარგულებაში. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს. ჩვენ არ ვმოქმედებთ გარედავალებებით ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს და არ ჩავერთეთ ომში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება Deep State-ის კარგად აპრობირებული ხელწერაა. Deep State-ის პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის. საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ. ამგვარ პროპაგანდას არ სჭირდება არავითარი ფაქტები, მთავარია პროპაგანდა იყოს ტოტალური და გზავნილი, რაც შეიძლება მეტმა აგენტმა გაიმეოროს, აცხადებს კობახიძე. ოვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერას გასრი X-ზე წერს. ოვიზო მიმოსვლა ორმხრივ ვალდებულებებს ეფუძნება. ოვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად. ორმხრივი პატივისცემა საკვანძოა ორმხრივი სარგებლების დასაცავად, წერს გასრი. ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცია, მათ შორის იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი და მოსამართლეები. შესაბამის განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ეს პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს პოლიტიზებული სასამართლო პროცესები და დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, არაპროპორციული დასჯებია წინააღმდეგება დემოკრატიის ძირეულ ღირებულებებსა და პირობებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით. განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცჰაკნამ ქართველი ოფიციალური პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით და ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას. აგვისტოს ბოლომდე თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება, შესაძლოა ამას ოვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს, ნათქვამია ინფორმაციაში. პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ოცნება ეუთო ოდირს არ აძლევს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას. ამის შესახებ კოალიცია ჩემი ხმა ევროკავშირის წევრი იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგის განახორციელოს, თუმცა დეკემბრის შემდეგ თანხმობა არ გაცემულა. პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ეუთო ოდირი საქართველოში მოიწვია სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის დეკემბერში. ოდირის მეთოდოლოგიით სასამართლომ უნდა დაუშვას პროცესებზე და მათი თანხმობა არის საჭირო. დეკემბრის შემდეგ ეს თანხმობა არ იქნა გაცემული, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო ტკბეთის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ტარების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და ტარებაში დახმარების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ-კვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე 2003 წელს დაბადებული ΑΕ და 1998 წელს დაბადებული Մჯ დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ΑΕ-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა-ტარება, ხოლო Մჯ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ჩინეთმა დაადასტურა, რომ პეკინში ევროკავშირთან მაღალი დონის სამიტი გაიმართება. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ჩინეთს ეწვევიან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდებიან. იმავე დღეს ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანგისა და ევროკავშირის ლიდერების თავმჯდომარეობით ჩინეთ-ევროკავშირის 25 სამიტი გაიმართება. როიტერსი წერს, რომ შეხვედრა გლობალური სავაჭრო ურთიერთობების გამწვავების ფონზე ტარდება მაშინ, როცა პეკინი ცდილობს ბოლოკთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დამყარებას, რათა თავიდან აიცილოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში არსებული გაურკვევლობა. ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა 2021 წელს, როდესაც ბრიუსელმა ჩინელ ჩინოვნიკებს სიანძინის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ამ ნაბიჯს პეკინის მხრიდან სწრაფი sapasukho სანქციები მოყვა, რამაც ორმხრივი ურთიერთობების დიდი ნაწილი შეაჩერა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა სპეციალურ ოპერაციას ატარებენ, რომლის მიზანი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციულ ბიუროზე რუსული გავლენის ნეიტრალიზაციაა. ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურსა და ანტიკორუფციული ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ოპერაციის ფარგლებში უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ჩხრეკავი მიმდინარეობს. მედიასთან საუბარში წყაროები აცხადებენ, რომ დეტექტივებს ბრალი ედება ღალატში, რუსეთის ფედერაციასთან უკანონო ვაჭრობაში, ოლიგარქების ინტერესებიდან გამომდინარე კორუფციულ ქმედებებში და ასე შემდეგ. ერთ-ერთი დეტექტივი ასევე მიტანილია რუსებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვის მეშვეობით. რუსეთის როსტოვის ოლქში კამენოლომნის სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა მატარებლების მოძრაობის განრიგის დარღვევა გამოიწვია. ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს. როსტოვის ოლქში კამენოლომნის სადგურზე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო ეკიპაჟი გამოიყენეს, აცხადებენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით საგანგებო სიტუაციის გამო 26 სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეფერხდა. ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზაში აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამუშაოებს კოორდინაციას ოპერატიული შტაბი უწევს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.